როგორ გადავიყვანოთ ურთიერთობები ჰარმონიულ ნოტაზე? დარჩი ვიდეოს ბოლომდე იმისთვის, რომ დღეს უნდა გავშალოთ ძალიან საინტერესო თემა, პირად ურთიერთობებზე, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, ასე რომ ორივესთვის ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. კომენტარებში დაფიქსირება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ მე ამით მივხვდები, რამდენად საინტერესო არის ეს თემა, თუმცა ტაროს გაშლიდან თუ ვარაუდოთ, ყველაზე აქტუალური საკითხი არის სწორედ რომ პირადი ურთიერთობები. მაშასე მამაკაცებისთვის მექნება ასეთი კითხვა: იარშიყებით თუ არა თქვენს ცოლს ისე, როგორც პირველად ურთიერთობის დასაწყისში იყო ეს ყველაფერი. მიართმევთ თუ არა ყვავილებს, გახსოვთ თუ არა თქვენი ქორწინების თარიღი, თქვენი გაცნობის თარიღი, მისი დაბადების დღე, ავლენთ თუ არა ყურადღებას, სინაზეს, კომპლიმენტებს. ეს იქნება მოულოდნელი დარეკვა, მოულოდნელი ყვავილები, რომელიც არაფერთან კავშირში არ არის და თითქოს არც რაიმე დღესასწაული არ არის, მაგრამ თქვენი მხრიდან თუ ხდება ეს ყველაფერი, გამიზიარეთ კომენტარებში. კითხვა ნომერი 2. იცავთ თუ არა თქვენს პრინციპებს, ისე რომ არ მოხდეს შეურაცხყოფის მიყენება თქვენი პარტნიორისადმი, განსაკუთრებით, როდესაც სხვათა გარემოცვაში იმყოფებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორ ექცევით საკუთარ მეუღლეს საზოგადოებაში, ეს არის სწორედ რომ ინდიკატორი თქვენი ურთიერთობისა. თუმცა ძალიან ხშირად არის ესეთი შემთხვევები, რომ ადამიანები გარეთ სხვანაირად სირგებენ სახლში, ჯუჯუხეთის გარემოს ქმნიან ხოლმე პარტნიორისთვის და ეს რა თქმა უნდა არ არის მისაღები, თუმცა საზოგადოებაში როგორია თქვენი მეუღლისადმი დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ ექცევით ხოლმე თქვენს მეუღლეს, ესეც გამიზიარეთ და მესამე კითხვაზე უნდა გადავიდე. აძლევთ თუ არა ფულს საოჯახო მეურნეობის წარმოების გარდა, რომელიც შეხედულებებისამებრ უნდა დახარჯოს მან თავისი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ხო? ეს გახლავთ ჩემოკარგებო არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც გათვლილი არის პირადი ურთიერთობების დასტაბილურებაზე და რა თქმა უნდა, ორივე სქესისთვის აუცილებლად ერთნაირად საჭირო არის ამ ყველაფერზე პასუხების ცოდნა, ხო? მე იმისთვის, რომ დაგეხმაროთ სრულიად უფასოდ, ამაში არანაირ თანხას არ ვიღებ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამიზიაროთ კომენტარებში, თუ აკეთებთ მამაკაცები ამ ყველაფერს ამ-სამი კითხვიდან, ან რომელიმეს მაინც, იმისთვის, რომ შემდეგ განვავრცოთ ეს თემა. ეხლა რაც შეეხება ქალბატონებს. ქალბატონებო, მოგესალმებით, დაფიქსირდით კომენტარებში და მაინტერესებს, აძლევთ თუ არა თქვენ ქმარს სრულ თავისუფლებას სამსახურეობრივ საქმიანობაში. თავს იკავებთ თუ არა ხოლმე მათი კოლეგების კრიტიკისგან, მათი სამეგობროს კრიტიკისგან, ან თუნდაც ძალიან ცუდი შეფასებებისგან, ან საყვედურობთ თუ არა მეუღლეს ან შეყვარებულს, იმისთვის, რომ ძალიან დიდხანს მუშაობს ადამიანი, ან უდროოდროს რაღაც ტელეფონის აფეთქებებს თუ აქვს ხოლმე ადგილი თქვენი მხრიდან. ეს არის პირველი კითხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გადავიდეთ ახლა მეორე კითხვაზე. მიმართავთ თუ არა თქვენს მთელ ძალისხმევას იმისკენ, რომ ოჯახური კერა, ან თუნდაც ურთიერთობა თუ შეყვარებულები ხართ, გახდეს საინტერესო და მიმზიდველი მამაკაცისთვის. რას აკეთებთ ამისათვის? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თითზე ბეჭედი გავიკეთეთ და უკვე ჩვენია ყველაფერი, ეს ასე არ არის ნამდვილად, აი სწორედ ასეთი მიდგომების ფონზე უფერულდება ხოლმე ურთიერთობები. რას აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ ოჯახში შეიქმნას მიმზიდველი გარემო მამაკაცისთვის? ანუ გარეთ რომ აღარ ეძებოს მამაკაცმა ის ყველაფერი, რასაც ეძებენ ხოლმე რეალურად. მიპასუხეთ ამაზე კომენტარებში და კითხვა მესამე უნდა გავაშლერო ახლა. ხართ თუ არა მისტიური და არაპროგნოზირებადი, რაც გულისხმობს თქვენი შემდგომი ნაბიჯების ქმრისთვის ანგარიშების ჩაბარების გამორიცხვას, ხო? მაგალითად, რას ჩაიცვამთ, როდესაც აი ამა და ამ დროს უნდა შეხვდეთ ადამიანს, ან აი ამა და ამ დროს საწახვედით თუ აბარებთ ხოლმე თქვენს ქმარს ანგარიშებს, ასე ვთქვათ, რომ აი ეხლა აქ მივდივარ, ეხლა ამას ვაკეთებ, მოკლედ, როგორ ხდება ეს ყველაფერი თქვენს რეალობაში? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ არის პრობლემა თქვენს ურთიერთობებში. გამიზიარეთ ამ კითხვებზე პასუხი ქალბატონებმა და მამაკაცებმა, ხოლო შემდეგი ვიდეო დაეთმობა ამ კითხვებზე. პასუხებს თუ როგორ უნდა მოიქცეს სწორად იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა გადავიდეს ჰარმონიულ ნოტაზე. რა თქმა უნდა, აქ არ ეხება საქმე მაგიურ ჩარევას, აქ საქმე მიმართულია პირდაპირ ქმედითი ნაბიჯებისკენ, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხრიდან ნულოვანი დანახარჯით, როგორ მოაგვაროთ თქვენს ურთიერთობაში პრობლემები. ახლის გამოწერა არ გავიწყდებათ და დროებით მოვალ ძალიან საინტერესო ვიდეომდე.